მუჰაჯირობის თემაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ქვეყნის ტკივილზე და გადაცემის ამ ნაწილშიც ამ თემაზე ვისაუბრებთ. ახმედ მელაშვილის პერსონა გვიხსენებია, გვისაუბრია იმ ქართველების შესახებ, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ქართველობას ჩვენს მეზობელ ქვეყანა თურქეთში, ვიციან ქართული ენა, უყვართ ვეფხის ტყავსანი. დღეს განსაკუთრებულ ადამიანზე ვისაუბრებთ, რომელიც ქართული დიასპორის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ჩვენ ორჰან ბერიძე გვერდება ახლა და ნიშანდობლივია ის, რომ სტამბოლში ქართული დღეები იმართება, საქართველოს დელეგაცია იმყოფება სტამბოლში. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ამ ადამიანების სახელები და გვარები. საქართველოდან სტუმრად არიან ბატონი დავით თედორაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ლალი კონცელიძე, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, შორენა ლომაძე, აჭარის სკაუტური ორგანიზაციის პრეზიდენტი, შორენა მახაჭაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნათია გეგუჯაძე და ლადო მიქელაძე სკაუტ ლიდერები. მოგესალმებით, ბატონ ორჰან ბერიძეს მივესალმოთ, რომლის წიგნის პრეზენტაციაც იმართება აი ამ ქართული დღეების ფარგლებში. უნდა ჩაგვერთოს ახლა ბატონი ორჰანი სტამბოლიდან. მოგესალმებით ბატონო ორჰან და ასევე დელეგაციის წევრებიც ბატონო ორჰანთან ერთად არიან. მოგესალმებით. პირველ რიგში მოდით გვიამბეთ, ბუნებრივია იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც ახლა სტამბოლში იმართება, ქართული დღეები ასე ქვია მას, როგორია შინაარსი და ბუნებრივია თქვენი წიგნის პრეზენტაციაც უნდა გაიმართოს, როგორც ვიცით და თქვენი წიგნის მოკლე შინაარსიც გაგვიზიარეთ. მადლობა დიდას აჭარის ტელევიზიას, ანუ ჩვენი ტელევიზია, ასე ვთქვათ, ინფორმატიული ვარ. მე ვესალმები მთელ საქართველოს. მე საუკუნის სევდა წიგნი, ანუ მოგონებები ჩემი, დავწერე, ანუ თავიდან ისევ წერდი მოგონებებს და ვიზიარებდი საზოგადოებრივ ქსელებს. მე ხანდახან YouTube არხში ვიდეოებსაც გავიზიარებდი. მე მეგობრების მირჩიეს და იდეა გამოჩნდა, რომ წიგნი მოამზადო. რაც შეეხება, მე არა ვარ არც პოეტი ვარ და არც სინამდვილეში მწერალი ვარ. დამეხმარეს მეგობრებმა, ასე გამოვიდა წიგნი, საუკუნის სევდა. ხო და აქ არის ჩემი მოგონებები, 160 ეს. ზოგი მოგონებები სატირადია, ზოგი სათაჩილია, როგორ გითხრათ, ახლა შემოგულად. ხო და საინტერესო მოგონებები. ქალბატონი შორენა ლომაძე, აჭარის სეკარატული ორგანიზაციის პრეზიდენტმა დამეხმარა, ხო და დამაკავშირა ქალბატონი შორენა მახაჭაძეს და პროფესორი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქალბატონი შორენა მახაჭაძემ გარედაქცია, სწორად გაალამაზა წიგნი. მე გავაკეთე რაღაც ოქროთი ქრისტიანული ბათუმის წერალთა სტატუსი საქართველოს. აი ბატონო ორჰან, სანამ კონკრეტულად ამ ორგანიზაციებზე და თქვენს ინიციატივებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენი საუბრის მთავარი ლაიტმოტივი, მთავარი თემა არის საუკუნის სევდა მოგონებებში თქვენი წიგნი. მოდით მისი შინაარსი გაგვიზიარეთ. მისი შინაარსი მაგალითად გეუბნებით. მე დავიბადე ქალაქ გირასუნში, თურქეთის ქალაქ გირასუნის ქართულ სოფელში. იმ ბავშვობისას დედა თურქი მყავდა, მე ქართველი არ მყავდა. სახში არ საუბრობდნენ ქართულად. ხო და მომაჩემი სულ ქართულად საუბრობდა გიზაჩებთან და მეზობლებთან. მე არ მესმოდა. ანუ მე 25 წლის ასაკში სტამბოლში ჩამოვედი და მე 45 წლის ასაკში ვისწავლე ქართული სტამბოლში პირველად მაშინდელი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში. მე დავაფუძნე 2017-ში შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში. ანუ ამ განმავლობაში და ბავშვობაში რა იყო ჩემთვის საინტერესო მაგალითად. მაგალითად საქართველოში, თურქეთში, ანუ ემოციური ჩემთვის რა იყო საინტერესო, იქნე ჩავწერე წიგნში. თუ გაინტერესებს, ერთ მოგიყვები და რა ვიცი, ახლა შინაარსი მოგვიყევით. ყურადღებით მოგისმენთ, ბატონო ორჰან. მაგალითად, პირველად ქართულს რომ სწავლობდი, პირველად მომაჩემზე და წინაპრებზე წერილი დავწერე, ახლა მე მოკლედ მოგიყვებით, ახლა განმარტებული ოპერაციებში, ხო და წავედი საფლაოზე, იმ წერილი მომაჩემზე წავიკითხე, წინაპრებზე წავიკითხე და მე ვუთხარი რომ წინაპრებო, მომაჩემო ყველანი ადექით და 1 საათი ქართულად ვისაუბროთ, მე ერთად დავწერე. დიახ.
ბატონო ორჰან, საინტერესოა დღევანდელობა როგორია თურქეთში, დღევანდელი ქართველების პოზიციონირება როგორ ხდება თურქეთის რესპუბლიკაში. ასე ქვია თქვენს წინს კიდე ერთხელ განმეორდები, საუკუნის სევდა მოგონებებში. მე დარწმუნებული ვარ, არაერთი შთამბეჭდავი ისტორია იქნება აღბეჭდილი. დღეს როგორია ქართველების ყოფა ჩვენს მეზობელ თურქეთში ამ თემებზე რო ვისაუბროთ? რა თქმა უნდა, ეს ჩემი საკონფერენციო თემაა, რამდენიმეჯერ თქვენი ტელევიზიაში ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. თურქეთის 40-ის მეტი ქალაქში, 2/3 ტერიტორიაზე გავრცელებულად ცხოვრობენ გადასახლებული, ანუ მუჰაჯირი, ჩვენებული თქვა, თურქეთელი ქართველები და კიდევ არაგადასახლებული, მაგალითად, ტაუტლარჯეთის ისტორიული იმერხენის და მაჩახენის და არფილის ქართველები, ასეთი. ხოდა ესენი ჩვენ ახლა თურქეთში ვარ, ბევრი ასოციაციები, სტამბოლში, ადრე დაუთვლიდი, ადრე ვთვლიდი. მადლობა ღმერთს, რომ უკვე ვერთხი, ანუ ბევრი იყო. შავზღვისპირა, მარმარილოში, როგორც ვთქვათ, ახლა ინოგოლში თუ ბურსაში თუ სხვა ქალაქებში, სიროებში თუ რაღაცა ბევრი ვარ, რა ქვია, საზოგადოება ვარ, ანუ დიასპორა თურქეთის უკვე ძლიერი ვარ ჩვენ, უკვე საქართველოს შესახებ და ქართული კულტურის შესახებ, ქართული ენის შესახებ, ჩვენი ისტორიის შესახებ ბევრი რამ ვიცით ჩვენ თურქეთელი ქართველებს და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი პირველი მიზანია, რომ ჩვენი უწმინდეს ქართული კულტურაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და არა მარტო ჩვენი კულტურაზე წვლილი ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაზე თქვა ამ შემთხვევაში და მეგობრობა შვიდობაზე წვლილი შევიტანოთ. ბატონო ორჰან, სტამბოლი მსოფლიოს ეკონომიკური და კულტურული ცენტრია დღესდღეობით. საინტერესოა როგორია გამოხმაურება ქართული კულტურის დღეების მიმართ ადგილობრივებში, ჩამოსულ სტუმრებში, აი ამ ყველაფერზე რო ვისაუბროთ, საინტერესოა. აქ როგორ ისე თურქეთს თქვა, თურქეთელ ხალხს თქვა, უბრალოდ ძალიან უყვარს საქართველოს და ქართველები. ასევე აქ უნივერსიტეტები, როგორც თქვა, ახლა ტელევიზიები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, თურქეთის სხვადასხვა სახელმწიფო თქვა, მაგალითად არმია, ისე ძალიან ახლო ისა საქართველოსთან კავშირი აქვს. ასევე მეზობელი ქვეყანა და მეგობარი ქვეყანა. აქ ტარდება ქართულ ასოციაციებში, ღონისძიებები, კულტურულ დღეები, ხანდახან ერთობლივად საქართველოსთან მოდიან და არა მარტო ჩვენი, მაგალითად ჩვენმა შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, სხვა ასოციაციებში მოდიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოციაციებში ჩვენს დავდივართ იქ, მაგალითად აქ ვაკეთებ ახლა მომავალ კვირად სამეთში ჩვენ გვაქვს სტამბოლის ასოციაციები ერთობლივად ქართული ენის დღეს აღნიშნავთ. ოღონდ ერთობლივად კონსულის ჩართება ჩვენი გენერალური საკონსულს, აქედან ჩვენი საშუალებით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ალექსანდრე ჩიშკარიანს, ასევე სიცოცხლის შეიტანა. ანუ ეს არა მარტო სტამბოლში, მაგალითად, შავიზღვისპირა ახლა იყო რაღაცა ორი კვირის წინათ იყო ქალაქ სამსუნში გაიხსნა ერთი ქართული კულტურის ცენტრი და 17 ადამიანი იყო ჩამოცანებული საქართველოსთან სხვადასხვა მეცნიერები, პოლიტიკოსები, მინისტრები თუ სხვა, ანუ ჟურნალისტები. ანუ ისე თქმა მინდა, ძალიან ახლო კავშირი აქვს საქართველოს და თურქეთის შორის არის, ტარდება ბევრი კულტურული დღეები, რაღაცეები, მაგალითად აქ ზის ქალბატონის შორენა ლომაძე აჭარის ქალობის პრეზიდენტი წელიწადში მაგალითად რამდენიმეჯერ ქალაქ სტამბოლში, სამსონში, ქალაქ ჩანაქარიში თუ სხვა ტერიტორიებზე, ქალაქ ირაკულში სკაუტები 20-იანი, 30-იანი ასეთი ჯგუფებს ამაიყვანს მაგალითად აქ ძალიან აფასებენ, როგორც ვთქვათ, ასეთი კულტურის საქმე. ბატონო ორჰან, თქვენ შესანიშნავად საუბრობთ ქართულად, მიუხედავად ამდენი საუკუნეებისა, მადლობა რომ შეინარჩუნეთ ეს ქართული ფუძე, ქართული გენი და დღეს მსგავს პროექტებს ახორციელებთ. საინტერესოა ახალგაზრდა თაობაში თუ ხდება ქართული ენის შესწავლა და ამას თუ უწყობს ხელს თქვენი ასოციაცია. არა, ახალგაზრდებს როგორ გითხრა, მე 45 წლის ვისწავლე. ანუ რამდენიმე სიტყვის გარდა, სოფლის სიტყვის გარდა, ის არ ვიცოდი ქართული. ხოდა ითქვა წერა თარგმნია, მომედროს თარგმნელის ვარ წერილით და სიტყვით. ხოდა რაც შეიძლება აქ ბოლოტაობა, ახლა მაგრამ ყველა ჩემნაირი არ არის. თურქეთის სხვადასხვა ესეთი ჯერ კიდევ ისეთი ოჯახები არის, რომ ჯვენი კილოი თქვა, აჭარის კილოი ქართულად საუბრობენ ჯერ კიდევ.
მაგრამ ახალგაზრდებში იკარგება. თურქულიც იკარგება, არა მარტო ქართული, ეს გლობალიზაციის გამოწვევა. ჩვენ იმიტომ ვჯალდობთ, რომ ასოციაციების საზოგადოებები თქვათ ამ შემთხვევაში შევინარჩუნოთ ჩვენი უწმინდესი ენა, ქართული ენა. ენა შევინარჩუნეთ, დანარჩენი დეტალურია. მე ენამ მისწავლე, უფრო გავახლოვდი საქართველოსთან და ახლა მაგალითად ქართულ ისტორიას თქვენ რომელიც წიგნად გკითხულობ, მე წიგნიდან გკითხულობ, რატომ? მე ენა ვიციო. ამიტომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფომ, ანუ უნივერსიტეტები როგორ კათა, აი მაგალითად გუშინ პირველი სამინისტროს დავიდა მაგიდაზე, ბატონ დეივიდმა და ქალბატონ ლალე კონცელიძემ წამოიღეს ასეთი ბევრი წიგნი, ეს არის დედაენის წიგნი და აქ ასწავლეთ ისო, როგორ თქვა, მადლობა თქვენ ასე. ბატონო ორჰანი, დიახ. ძალიან სასიამოვნოა, რასაც გვიზიარებთ და გვიამაყება და გვიხარია დელეგაციის წარმომადგენლებსაც ვკითხოთ, მოდით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობას, მსგავს ღონისძიებებს და რა მოაქვს აი ამ ყველაფერს, რა შედეგს მოუტანს ის ახალ თაობას. აი თქვენთან სხედან დელეგაციის წარმომადგენელი, ვისაც სურვილი ექნება გაგცეს პასუხი. ცოტა ტელეფონის შორსა და ზუსტად როგორც გავიგეთ თქვენი შეკითხვები, ანუ გუშინ ჩემს საუკუნის სევდა წიგნის პირველი პრეზენტაცია იყო ბათუმში. რაღაც ერთი თვის წინათ იყო თუ რაღაცა, ხოდა ბათუმში იყო, ბათუმში გავაკეთეთ მწერალთა სახლში, ხოდა ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი იყო სერენადი იყო. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით ფედორაძეს და ქალბატონ ლალე კონცელიძეს, ის იქაც სამშაბათველობა მომწეს და რაღაც წიგნის პრეზენტაცია გავაკეთეთ. ხოდა გუშინ გავაკეთეთ სტამბოლში, ასევე თურქეთში საუკუნის სევდა წიგნის პრეზენტაცია. ხოდა აი ახლა არ ვიცი სახელები დავუყოთ რა თქვენ მაინც ისნოთ ქალბატონის ბატონ დავით ფედორაძეს. დიახ, ვიცნობთ და მათი მოსაზრება გვაინტერესებს აი გუშინდელ ღონისძიებასთან პრეზენტაციასთან დაკავშირებით. ბატონო ტექნიკურად ვერ ხდება მიკროფონთან შორს არიან მიკო და პრინციპში ბატონმა ორჰანმა ამომწურავად გაგვცა მადლობა, უღმესი მადლობა ორჰან ბერიძე ეროვნული მნიშვნელობის საქმეს აკეთებს ბატონი ორჰანი და უღმესი მადლობა მას ცნობიერებას უმაღლებს ახალგაზრდა თაობას და ნიშანდობლივია ეს და როგორც უკვე თქვა მთავარია ქართული ენის შენარჩუნება და სხვა დანარჩენი უკვე ამასთან ახლავს.